ახლა გავაგრძელოთ ჩვენი ბოლო მომხსენებელი ყავს დღევანდელ პროგრამაში და ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდა რომ დაგვეყოლიებინა რომ მომხსენებელი ყოფილიყო და ამას თავის მიზეზები აქვს ეს ადამიანი არის ფსიქოლოგი, ტრავმათერაპევტი და ამავე დროს ევანგელური ეკლესიის წევრი. და იცით რომ სხვადასხვანაირი დამოკიდებულებაა ფსიქოლოგიის მიმართ ამა თუ იმ საეკლესიო ტრადიციაში და ამიტომ გვინდოდა რომ მისი გამოცდილება გაეზიარებინა ჩვენთვის როგორ ათავსებს ფსიქოლოგიას თავის ცხოვრებასთან და ასევე ესაუბრა თავის პროფესიულ საქმიანობაზე და მისი მოხსენებაა ტრავმის შედეგები. რა ემართება შვილს, როდესაც მამა თევზის ნაცვლად სისტემატურად აძლევს გველს. ძალიან ისეთი ცოტა პროვოკაციული სათაურია და იმედია, რომ კარგ დისკუსიასაც მოვესწრებით. გთხოვდათო, დათო ჩვენი მეგობარია ძალიან დიდი ხნის და გავამხნევოთ. მადლობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. მე გახლავართ დავით მეზურნიშვილი, ფსიქოლოგი, ტრავმათერაპევტი. ამ პროფესიაში ვარ უკვე 17 წელი და აი როგორც ტატა მახსენა დღევანდელი ცოტა ესეთი რთული თემაა და აი დროშიც რო ხარ შეზღუდული, ნუ აი შევეცდები მაქსიმალურად ეს თემა გავშალო, როგორც შევძლებ, ხო? სამწუხაროდ ესეთი მჭერმეტყველი არ ვარ, როგორც აი წინა სპიკერები. მაგრამ შევეცდები რომ გავშალო ეს თემა. და დღეს როდესაც მე ვისაუბრებ ტრავმაზე, მე მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ იმ ტრავმებზე, რომელიც ადამიანს ემართება ბავშვობაში. მე ძირითადად მუშაობ ზრდასრულებთან, მაგრამ გამოცდილება, კლინიკური გამოცდილებაც მაგას აჩვენებს, რომ რეალურად როდესაც მუშაობთ ჩვენ კლიენტებთან, ძირითადად, ხო, რაზედაც დავდივართ სიღრმისეულად, ეს არის ბავშვობის ტრავმები. სამწუხაროდ ძალადობის შედეგად ან სხვა, მოდით აი ესე დავარქვათ, ან სხვა არახელსაყრელი ფაქტორების შედეგად მიყენებული ტრავმები, რომელიც ხდება ბავშვობაში, სამწუხაროდ უკვალოდ არ ჩაევლის ხოლმე. და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არის ზრდასრული, მიუხედავად იმისა, რომ განვითარდა და გაიზარდა ფიზიკურად და აქ არის უკვე ზრდასრული, ეს ტრავმის, ეს დავარქვათ, ტკივილები მაინც აწუხებს. ხანდახან ეს ხდება ისე, რომ ქვეცნობიერად ხდება, რომ ადამიანი ვერც გძნობს მაგას რა არის ამის ფუძე, მაგრამ იმ სიმპტომების ერთობლიობა, სიმპტომი არ მიყვარს ეს სიტყვა, უბრალოდ რასაც ჩვენ ვარქმევთ სიმპტომს, აი ამის ერთობლიობა, ხო, აი ამ ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ რა ტრავმა ან ტრავმათა სავარაუდოდ უფრო ესე ტრავმათა ერთობლიობა ეპიზოდები აქ გადატანილი. ძირითადად, როდესაც ცოტა ისეთი კომპლექსურად რო გავშალოთ, ხო? რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვობაზე, ხო? ბავშვობა ესეთი პერიოდია, ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ ის როგორც ვითარდება ადამიანი და რა საფუძველიც ეყრება, აი ეს ფუძე არის ბავშვობა. და ძირითადად თუ შეიძლება შემდეგ სლაიდზე, მადლობა. და ამ განვითარების, ანუ
პლუსით ან მინუსით ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის მშობლები, ხო? იმიტომ რომ უკვე კვლევებიც აჩვენებს მაგას დაახლოებით 70-იან წლებში არის უკვე ჩამოყალიბებული მიჯაჭულობის თეორია, რომელიც იძახის იმას, ბევრ რაღაცას იძახის, მაგრამ რომ ადამიანი განვითარდეს, ბავშვი რომ განვითარდეს, ხო? არა მარტო ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, სულიერად, მორალურად მას სჭირდება კავშირი მშობელთან. კავშირი ეს ძალიან ესე მშრალად ჟღერს, ხო? კავშირი ეს არ არის სატელეფონო კავშირი ან ინტერნეტ კავშირი. მიჯაჭულობა გულისხმობს, როდესაც ბავშვს და მშობელს შორის არის ემოციური კავშირი, რასაც ჩვენ სიყვარულს და ზრუნვას ვეძახით, ხო? ანუ ადამიანი არ იბადება იმ გარკვეული რწმენა წარმოდგენებით, რომ როგორი ვარ მე. მშობლებთან კავშირის პროცესში, ხო? ყალიბდება საკუთარი მე. ამას ჩვენ ვეძახით მე კონცეფციას. ანუ იმ თვისებების ერთობლიობა, რომელსაც შეიცავს მე კონცეფცია, ანუ როგორი ვარ მე. ამით ჩვენ არ ვიბადებით სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ყალიბდება მშობლებთან ურთიერთობაში. ამ მშობლები, ანუ ოჯახი ეს არის ესეთი პირველი ესეთი გამოცდილება, რომელიც ურთიერთობის შედეგად ყალიბდება მე. თუ ჩვენ გვაქვს თუ ჩვილს უკვე ჩვილობის ასაკიდან აქ უპირობა მიღება, დაცულობის შეგრძნება, საკუთარი თავის ფასეულობის განცდა, კონტროლის განცდა, ნდობა, რასაც ქვია ურთიერთობა და აქ გამომჩა კიდე ერთი პუნქტი, ემოციური რეგულაცია, ხო? აი მაშინ ყალიბდება პოზიტიური მე კონცეფცია. რო განვარტოთ, მაგალითად, თუ მე უპირობოდ მიღებენ, ესე იგი მე უყვარ ვარ. თუ მე უყვარ ვარ, ჩემზე მიცავენ. თუ მე მიცავენ, ესე იგი მე ფასეული ვარ. თუ მე ვარ ფასეული, ესე იგი რაღაცა შემიძლია და მაგ კონტროლის განცდა, რომ ჩემი ქმედებით რაღაცა შემიძლია, ხო? და რაც თავარია, აქ ვერ გამოვყოფთ რომელი არის უფრო თავარი, მაგრამ აი აქ ურთიერთობაში დედასთან, მამასთან, მშობლებთან ყალიბდება ნდობა. ანუ მე ან ვენდობი ამ სამყაროს, ან არა. და ეს და სანამ ჩვენ უშუალო შეხება გვექნება სამყაროსთან, პირველი სამყაროს მოდელი, ეხლა ჩვენ არ ვჯელობთ იმაზე ნეგატიური თუ პოზიტიური, არის მშობლებთან ურთიერთობა. ხო? და აქედან უკვე ეს არის, აი შეიძლება ცოტა ესეთი თლათ ესეთი კორექტული შედარება არ არის, მაგრამ რო წარმოვიდგინოთ სარკე მაგალითად, ხო, ჩვენ ვიყურებით სარკეში და თუ სარკე არ არის დაზიანებული, თუ დაზიანებული არ არის სარკე, ჩვენ გვაძლევს ინფორმაციას თუ როგორი გარეგნობა მაქვს მე. აი მშობლებთან ურთიერთობა არის სარკე ჩვილის ბავშვისთვის თუ როგორია ის. ხო? სამწუხაროდ ხანდახან ეს სარკე არის დაზიანებული. სამწუხაროდ, ანუ მშობლების რეაქციას ვგულისხმობ. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, ჩვენ ვსაუბრობთ ტრავმაზე და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ტრავმაზე, რატო დავიწყეთ ამით? იმიტომ რომ ტრავმის განმარტება არსებობს ძალიან ბევრი, მაგრამ რომ გავამარტივოთ, ტრავმა არის ყველა ის სიტუაცია, სადაც ეს არ არის. სადაც ეს არ კმაყოფილდება. და ნებისმიერი ესეთი სიტუაცია არის ბავშვისთვის ტრავმა, ადამიანისთვის ტრავმა. შეიძლება გადავიდეთ შემდეგ საიტზე, ხო? ჩვენ მიგვაჩნია, ყოველ შემთხვევაში სტერეოტიპულად ესე მიგვაჩნია, რომ ტრავმა არის ის, რომელიც აი მაინც და მაინც უნდა ეხებოდეს რაღაც ფიზიკურ მომენტს, ხო?
ძალადობა, ხო, მაგრამ ძალადობის, ვიცით რომ უფრო მეტი სახეობა არსებობს, მაგრამ ძირითადად ჩვენ დავდივართ აი ამ სამ პუნქტამდე: ფიზიკური ძალადობა, ემოციური, მათ შორის უგულებელყოფა. neglect, ხო, ინგლისურად ესე ჟღერს. სექსუალური ძალადობა. ეს ყველაფერი, როდესაც ხდება 10 წლამდე და ხდება ის, ძირითადად, თუ ბავშვის შემთხვევაში ეს ხდება, ბავშვს არ აქვს საშუალება, რომ თავი დაიცვას. ბავშვს არ აქვს საშუალება, რომ მოახდინოს განრიდება იმ სიტუაციიდან, სადაც ეს ხდება. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს, არ მიყვარს ეს სიტყვა ინსტინქტი, მაგრამ აი ესეთი წინაპირობა გვაქვს, რომელიც მე მჯერა რომ ერთისგან ჩადებულია, რომ მე მინდა რომ მიყვარდეს ჩემი მშობელი. აი ეს არის ზუსტად აი ამ მიჯაჭულობის შედეგი. მე მინდა რომ მე მიყვარს ის. და როდესაც მე ერთის მხრივ ის მიყვარს და მეორეს მხრივ სამწუხაროდ ხდება ეს რაღაცა, რომ ჩემზე ძალადობენ, მაშინ აი ეს ურთიერთგამომრიცხავი მომენტი ერთმანეთს ეჯახება და პირდაპირ ურთავს აი ამ მე კონცეფციას, აი რაც ჩვენ ვთქვით და აი ეს არის ტრავმა, რომელსაც აქვს შედეგები საკმაოდ ნეგატიური, რბილად რო ვთქვათ, ნეგატიური. იმიტომ რომ რადგანაც ბავშვს აქვს ამის წინაპირობა, რომ უყვარდეს მშობელი და ეს ბუნებრივია და იღებს მშობლისგან ძალადობას, მერე ხდება უკვე საკუთარი თავის დადანაშაულება, რომ ბავშვს შეიძლება კონდეს ესეთი წარმოდგენა, რომ ის რაც ხდება, მე ვარ მაგაზე დამნაშავე, ეს ფსევდო დანაშაულის შეგრძნება. იმიტომ რომ რადგან ეს დევს, რომ მე უნდა მიყვარდეს ჩემი მშობელი და რაც აბსოლუტურად ბუნებრივია და ნორმალურია, როდესაც ხდება ესეთი რაღაცა, ბავშვის ფსიქიკა უბრალოდ არ არის მზად, რომ გაუმკლავდეს აი ამ კონფლიქტს და იდანაშაულებს თავის თავს. აქედან გამომდინარე, თუ სამწუხაროდ ესეთი რაღაცები ხდება, ხო? ჩვენ ვიღებთ დაბალთვით შეფასებას, კონტროლის მაგივრად უსუსურების შეგრძნებამ, მუდმივი საფრთხის მოლოდინი, აი ამაზე ჩვენ გავამახვილებთ აუცილებლად ყურადღებას. ანუ მუდმივი საფრთხის მოლოდინი ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ როდესაც სიმშვიდეა და როდესაც მშვიდობაა, ხო? როდესაც მე აი ობიექტურად არაფერი არ მემუქრება, მაინც მაქვს შფოთვა. და მთელი ჩემი რეაქციები, ეგრეთ წოდებული თავდაცვითი რეაქციები არის იმაზე გადარჩენაზე ორიენტირებული. ხო? სხვადასხვა სახის დამოკიდებულება, ხო? გამძაფრებული თვითკრიტიკა. აი აქედან მოდის, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი მშობელი, მიუხედავად იმისა, თუ რაც ხდება და ეს სიტუაცია რო გადავიტანო, მჭირდება ის, რომ დავიდანაშაულო ჩემი თავი, რომ მე ვარ ამ დამნაშავე, ხო? და პრობლემები სოციალურ ურთიერთობებში, იმიტომ რომ მე არა მაქვს ნდობა ამ სამყაროს მიმართ, საერთოდ აღარა მაქვს ნდობა, ხო? იმიტომ რომ რა გამოცდილებაც მე მქონდა ჩემ მშობლებთან, ხო? ეს გამოცდილება განიცდის რას? გენერალიზაციას. ამ გამოცდილებას მე კი არ ვაპროეცირებ. კი, შეიძლება ითქვას, რომ ვაპროეცირებ, ანუ დანარჩენ იმაზე, გარემოზე და სამყაროზე, ხო? აი ეს ყველაფერი, ხო, როდესაც არის საუბარი ამ ყველაფერზე, ხო, ესეც არ არის სიახლე, მაგრამ ფსიქოთერაპიაში, საერთოდ მედიცინაში არის მიღებული ესეთი პარადიგმა, თუ შეიძლება შემდეგი სლაიდი რომ ვნახოთ, რომ
ადამიანი შედგება სხვადასხვა სფეროებიდან და ჩვენ როდესაც ვმუშაობთ ან საერთოდ შევისწავლეთ case, ანუ როდესაც უკვე ვაგროვებთ ინფორმაციას, ანუ ანამნეზს, ხო? ჩვენ გვაინტერესებს ანუ აი ეს სფეროები, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და ეს სულიერი აქ არ იგულისხმება, ნუ მე დავამატე ეს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, იმიტომ რომ ადამიანის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო არის ადამიანის იმაში ცხოვრებაში. და ეს მოდელი რას გულისხმობს, რომ ეს სფეროები განიცდიან ზეგავლენას, ანუ ერთმანეთზე. მაგალითად, ტვინში ბიოქიმიური პროცესების რაღაც ცვლილებები მოქმედებს ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მოქმედებს ჩემს სოციალურ ურთიერთობებზე. სულიერ მხარეზეც მოქმედებს და საპირისპიროდ. მაგალითად, ანუ მაგ რაღაც კონფლიქტური სოციალური სიტუაცია, ეს მოქმედებს ჩემს განწყობაზე. ჩემი განწყობის შედეგად იცვლება ჩემს ტვინში ბიოქიმიური პროცესები. ანუ აი ესეთი ურთიერთზეგავლენას განიცდის აი სფეროები ერთმანეთში განიცდიან აი ესეთ ურთიერთზეგავლენას. ჩვენ ვერ დავერქმევთ ამას, ეს არის პოზიტიური ზეგავლენა თუ ესა ნეგატიური ზეგავლენა, ხო? ეს არის აი ესეთი სამუშაო სქემა, მოდით ესე დავარქვათ. და მაგიტომ, როდესაც ჩვენ ვჟელობთ, ანუ რაღაც თერაპიულ ღონისძიებებზე, ან როდესაც მაგალითად ვხედავთ შედეგს, ტრავმას, ხო? ან სხვა მდგომარეობას, ჩვენ არ გამოვდინარეობთ რაღაც ერთი იმიდან პასუხიდან, რომ აი ეს ხდება იმიტომ, რომ მაგალითად რაღაც აი მარტო რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი არის იქ ჩართული. ჩვენ კომპლექსურად უყურებთ ამას, ხო? თუ შეიძლება შემდეგი სლაიდი. ეხლა ძალიან სქემატურად, მე ვიცი რომ დღის ბოლოა, მაგრამ ძალიან სქემატურად მინდა რომ უბრალოდ აი ეს რაც ჩვენ ვთქვით, ხო, უბრალოდ ამის ილუსტრაცია მოვახდინოთ, როგორ ხდება ეს ბიოლოგიურად და როგორ ეს ბიოლოგიური მხარე არის დაკავშირებული აი იმ სხვა სფეროებთან, რომლებიც აი ეხლა ჩამოვთვალე მე. როდესაც საერთოდ აი ნახეთ აი ეს არ ვიცი თუ ჩანს, აი მთლიანად ეს უბანი არის პასუხისგებელი ჩვენს ემოციებზე. ნუ ჩვენ ვიცით რომ ჩვენი ემოციები არის აი ეს ინდიკატორი, ხო, მარტივად რო ვთქვათ, არის ინდიკატორი, რომელიც გვეუბნება, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვაფასებთ ამა თუ იმ სიტუაციას, ამა თუ იმ მოვლენას, ამა თუ იმ გარემოს, ამა თუ იმ იმას ურთიერთობას, ხო? ეს მექანიზმები უკვე ჩადებულია ჩვენ ფსიქიკაში, ნუ აქ არაფერი სიახლე არ არის, მაგრამ ტრავმის შედეგად, ანუ რა ცვლილებებს განიცდის აი ეს სისტემა, ხო? განიცდის საკმაოდ კომპლექსურ ბიოქიმიურ ცვლილებებს, ხო? როდესაც აი ამ პატარა ნაწილს ქვია ნუშისებრი სხეული. ეს არის სხვა სახელი აქვს, მაგას ამიგდალა ქვია. თურმე ეს პატარა ნაწილი, რომელიც აი ძირთადად ანუ არის ორი და მდებარეობს აი დაახლოებით ყურის დონეზე, აი ეს პატარა ესეთი ნაწილი არის პასუხისგებელი ჩვენს თავდაცვაზე. ანუ რო წარმოვიდგინოთ, არის როგორც სიგნალიზაცია, რომელიც გვეუბნება, რომ ანუ რაღაცნაირად ირთვება და გვეუბნება, რომ არის რაღაც საფრთხე, რომ ჩვენ გვემუქრება რაღაც საფრთხე, ხო?
როდესაც ადამიანს ბავშვობიდან აქ წესით ეს ნორმაშიც იგივენაირად მუშაობს, მაგრამ ნორმაში ამას აქვს დროებითი ხასიათი. რო გვეუბნება, რომ არის საფრთხე, ხო? როდესაც ის საფრთხე გაივლის, ხო? ჩვენ სიგნალიზაცია რა შვება? წყნარდება. იმიტომ რომ არ არის საჭირო ფუნქციონალურად არ არის საჭირო რომ ეს იყოს ჩართული. ხო? იმიტომ რომ ბევრი რესურსი მიდის მაგაზე, ბევრი ენერგია მიდის ძალიან მაგაზე, ხო? და როდესაც ადამიანი ბავშვობიდან მუდმივ საფრთხის იმაში პირობებში იმყოფება სამწუხაროდ, ხო? ამა თუ იმ მიზეზების გამო, ხო? მაშინ ეს ნაწილი სულ არის აქტიური. მიუხედავად იმისა, რომ რეალური საფრთხე, მაგალითად მე უკვე გავიზარდე და ბავშვობაში მაგალითად ცემდნენ, ან ხდებოდა ის რაც ხდებოდა, მაგრამ მე უკვე გავიზარდე, ვურთიერთობ თქვენთან და აქ ახლა საფრთხე მე არ მემუქრება, მაგრამ ეს უჩართულია. მაინც მე ვარ აი ამ მოდით ესე დავარქვათ, პირობითად უხილავი საფრთხის მოლოდინში. რა ხდება ამ დროს? ეს ამიგდალა არის ჩართული, ჯერ შემოდის სიგნალები გარემოდან. და აი აქ ეს სიგნალები, რასაც ჩვენ უყურებთ, რაც გვესმის, რასაც ვეხებით, მთელი ეს სიგნალები შემოდის და აქ ყალიბდება, რასაც ვეძახით აღქმას. მერე აქედან ეს პატარა ნაწილი არჩევს, აქედან რა არის საფრთხე. და აძლევს იმის ბრძანებას, რომ წავიდეს ეგრეთ წოდებული სტრესის და შფოთვის ჰორმონების ძალიან სწრაფი გამომუშავება, როგორც ადრენალინის, კორტიზოლის, აი გოჩა გვიზის აქ ექიმი ჩემზე კარგად იცის. და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიძაბებით და ორიენტირებულები ვართ უკვე ან თავდასხმაზე, ან დაცვაზე, ან გაშეშებაზე, ან მუდმივ დათმობაზე. არის საინტერესო, როდესაც ნორმაში კიდე ეს შუბლის ნაწილები გვაქვს ჩვენ, რომელიც არის პასუხისმგებელი რაციონალურ აზროვნებაზე. რომ რაციონალურ აზროვნებაზე და პირობითად რო ვთქვათ, აი აქ ცხოვრობს ჩვენი მე. ჩვენი მე, აი ეს პირობითად ეს მე კონცეფცია ცხოვრობს აი აქ. მაგრამ, როდესაც აი ეს პატარა ეს ნაწილი თუ უმნიშვნელო ნაწილი არის ზედმეტად ჩართული, ეს გვაქვს გათიშული მთლიანად. არც გვაქვს კონტაქტი საკუთარ სხეულთან ამ შემთხვევაში, არც შეგვიძლია რაციონალურად ვიფიქროთ. აი მოდით გავიხსენოთ, ყოველთვის ნაცნობი იქნება სიტუაცია, როდესაც მაგალითად გამოცდაზე გადიხარ. ან როდესაც სტუდენტები ვიყავით, ან რაღაც ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გასაუბრება მელის წინ და აქ წყდება ჩემი ბედი. მაშინ მე რა თქმა უნდა რაციონალურად ჩვენ ვერ ვაზროვნებთ, რომ აი ეს არის ჩართული. აქ ყველაფერი რაც გახსოვდა, გავიწყდება. ეს ბუნებრივად ხდება, იმიტომ რომ ეს თიშოს იმას შუბლის ნაწილებს. აი ეს არის დაახლოებით ის, როდესაც რაც ხდება, როდესაც ადამიანს წარსულში ქონდა აი ესეთი ძალადობასთან დაკავშირებული ტრავმები. თუ ეს მოდის ბავშვობიდან, მაშინ ჩათვალეთ, რომ ის უჩართულია. მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება აი ესე გარეგნულად შეიძლება არ ჩანს ეს მე გესაუბრებით, მაგრამ იმაში მაგ ტახიკარდია, ხო? აჩქარებული პულსი, აჩქარებული სუნთქვა და ეს ნიშნავს, რომ აი მუდმივ ადრენალინის იმაში გამოყოფის იმ სტადიაზე ვარ, ხო?
აი ეს რაც შეეხება ბიოლოგიურ ნაწილს და აი ნახეთ როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ანუ ეს ნაწილი ირთვება მაშინ, როდესაც რაღაც სოციალურ მესაც უყურებ, რომ არ გადავაცილო. როდესაც რაღაც გარემოში არის აღქმული როგორც საფრთხე. და რადგან მე მაქვს ეს გამოცდილება, ხო? ნებისმიერ უსაფრთხო იმაზეც სიტუაციებზე ვცელდება. ძირითადად ჩვენ გვაქვს 4 ტიპის თავდაცვითი რეაქციები. ეს აბსოლუტურად ნორმალური რეაქციები. ბრძოლა, გაქცევა, გაშეშება, დათმობა. ხო? ბრძოლა სოციალურ სიტუაციაში იქნება ვერბალური აგრესია, რომელიც ატარებს თავდაცვით ხასიათს. ხო? გაქცევა ამ შემთხვევაში სოციალურ სიტუაციაში იქნება არიდება. რომ აი მაგალითად ტატა მეუბნება მოამზადე მოხსენება მე ვერიდები. ხო? ანუ ეს არის არიდება. გაშეშება ეს არის ესეც ბუნებრივი რეაქცია არის, როდესაც ცით როგორ არის, მე არ ვარ დარვინის თეორიის მომხრე, მაგრამ ამასაც აქვს ბიოლოგიური საფუძვლები და როგორი რომ თურმე არის ამის ბევრი მაგალითები, როდესაც აი პატარა ცხოველები, როდესაც მაგას მისდევს მტაცებელი და როდესაც უკვე ესეთ ფაზაში იმყოფება, რომ ის ფაქტურად აი წამებში უკვე იჭერს მაგას, ეს შეშდება აი ჩვენი პატარა ცხოველი და ფაქტურად მაგაში ერთვება რაღაც აი მსახიობის აი ესეთი სამსახიობო ნიჭი ვითომ მოკვდა. ნახეთ, გაშეშება. და ამ შემთხვევაში ძალიან დიდი შანსი არის, რომ იმან თავი დაანებოს. და როგორც აი National Geographic-ს შეიძლება ნახოთ Discovery-ზე. და ესეც ჩვენ ვიყენებთ აი ამას, რომ რაც არის ტრავმული, რომ შეშტებით. რომ ვითომ არც გვესმის ეს, ვითომ აი ხდება ესეთი ორგანიზმის გათიშვა. აქ ამ შემთხვევაში თუ იმის ცხოველის შემთხვევაში არის ეს გაშეშება, ადამიანის შემთხვევაში ხშირად ხდება დისოციაცია. რა არის დისოციაცია? დისოციაცია არის ის პროცესი, როდესაც ანესთეზია, რომ იმდენად დიდია ის ტკივილი მორალური თუ ფიზიკური, რომ ჩემი ფსიქიკა იგებს გადაწყვეტილებას, რომ გათიშოს საერთოდ გრძნობები. გრძნობები, ხო? რასაც ვეძახით ანჰედონიას. ანჰედონია ის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ვერ ვიღებთ სიამოვნებას. ეგრეთ წოდებული ესეთი ანესთეზია, რომ მე აი პირობითად რომ გავამარტივოთ, რომ მე მირჩევნია, რომ საერთოდ არაფერი არ ვიგრძნო, ვიდრე ის ტკივილი. მორალური ტკივილი, რომელიც არის მორალური და ფიზიკურიც მათ შორის, იმიტომ რომ კლინიკურ გამოცდილებაში გვხვდება უამრავი ადამიანი, რომელსაც მაგალითად ცემდნენ, ხო? და როდესაც მას ცემდნენ, განუვითარდა აი ეს თვისება, რომ თიშავდა საერთოდ თავის შეგრძნებებს. აი ამას ქვია დისოციაცია და ზოგი აღწერს მაგას, რომ მე ვითომ გვერდიდან უყურებ აი ამ იმას, ხო? აი ამ სურათს. რეალურად ეს არის ერთ-ერთი თავდაცვითი მექანიზმი, მაგრამ რაც აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ როდესაც ტრავმაზე არის საუბარი, ეს მუდამ არის ჩართული. აი ეს ისინი თავდაცვითი რეაქციები. თუ შეიძლება რომ კიდე შემდეგზე. მადლობა. მოკლედ ამ მდგომარეობას ქვია პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა. ეს არ არის მხოლოდ ესეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ან უბრალოდ
ჟარგონს ვიხმარ, აი კაპრიზობს, ხო? და არის რაღაც ეგოისტური, ხო? ეს არის პოსტრავმატული აშლილობა, რომელიც მაგას აქვს თავის სადიაგნოსტიკო პარამეტრები. შიშის და შფოთვის განცდა. ხო? ტრავმის ხელახალი განცდა. ფლეშბექს ეძახიან ამას. მომატებული აღზნება. ტრავმასთან დაკავშირებული აზრების, ემოციების, სიტუაციების და აქტივობების თავიდან არიდება. ყველა ეს რეაქცია აქ არის ჩამოთვლილი. ემოციების განცდის და გამოხატვის სირთულე, გათიშული მაქვს მე ეს ყველაფერი. ემოციური სიცარიელის შეგრძნება და გაუცხოება გარშემო მყოფ ადამიანებთან. დანაშაულის და სირცხვილის განცდა. ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა და გონება განწყობილების დაქვეითება. აი ნახეთ, აქ უკვე შემოდის დეპრესიული მომენტები. საკუთარი თავის, სხვების და სამყაროს აღქმის ცვლილება, უნდობლობა და საკუთარი შესაძლებლობების დაკნინება. ალკოჰოლის და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარება, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გაუცხოების განცდა, ინტიმური ურთიერთობის სირთულე, ანჰედონია, რაც ვახსენეთ, სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება, დაკარგვა, ბრაზის მართვის სირთულე და აგრესია. ეს მდგომარეობა ვითარდება, ეგრევე კი არ ვითარდება, ტრავმის რა თქმა უნდა, ტრავმის შედეგად ვითარდება, მაგრამ ამას ეძახიან დროში გადავადებულ რეაქციას. ეს შეიძლება რამოდენიმე თვეში დაიწყოს, 6 თვეში დაიწყოს. შეიძლება 1 წლის მერე დაიწყოს. ამას ეძახიან გადავადებულ რეაქციას. იმიტომ რომ მანამდე რა ხდება? მანამდე ხდება ის მომენტი, რომ ფსიქიკა ცდილობს კიდევ ერთხელ ვიხმარ ჟარგონს, რომ გადახარშოს ის ტრავმატული მოვლენები. როდესაც ის რესურსი, რომ გადახარშოს, არ ყოფნის, მაშინ ირთვება ეს. განასხვავებენ აი ამ პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობას და ამის უფრო მოდით კლინიკურად მძიმე ვარიანტს. როდესაც ის ხდება აი რითაც დავიწყეთ ჩვენ, როდესაც ეს ხდება ბავშვობიდან, მაშინ ამას ეძახიან კომპლექსური პოსტტრავმატული აშლილობა, სადაც უკვე მეკონცეფცია არის დაზიანებული, არის საკუთარი თავის უაღრესად ნეგატიური აღქმა, პრობლემები სოციალური ურთიერთობებში, ემოციური დისრეგულაცია, ფიზიკური სიმპტომები. სხვათა შორის, რაც ჩვენ ვახსენეთ აი პოსტტრავმატული აშლილობის კრიტერიუმებში, ესეთი ამ მდგომარეობის ცალკეული მომენტები ჩვენ გავდივართ, როდესაც ვგლოვობთ, იმიტომ რომ ესეც ტრავმაა. და არის, ჩვენ ვიცით სხვადასხვა კითხვები, სადაც პირობითად არის დაყოფილი, აი რომელი ტრავმა უფრო ტრავმატულია, რომელი ტრავმა უფრო დიდ ზიანთან და აი ესეთი ფართო ნეგატიურ შედეგებთან არის დაკავშირებული, ხო? გლოვა შედის ამაში. არა არის ყოველ შემთხვევაში, როდესაც აი იცით რა არის, იმიტომ რომ ეს მდგომარეობა ფაქტიურად ყოველ შემთხვევაში აი ეს სიმპტომები, ხო, არის აღწერილი და აი ჩვენ შეიძლება ანტიკურ იმაში ლიტერატურაში შეგხვდეს, ხო? მაგრამ როგორც დიაგნოზი, ეს მდგომარეობა არის უკვე ჩამოყალიბებული 80 წელს, 1980 წელს და როდესაც ეს ბავშვობიდან ხდება, აი დიდი დავა მიდიოდა ეს ცალკე მდგომარეობა თუ არ არის ცალკე და 1992 წელს უკვე მოხდა ამის განსაზღვრა როგორც ცალკეული მდგომარეობა. პოსტტრავმატული კომპლექსური სტრესული აშლილობა. ამის თერაპია
როდესაც კომპლექსურ პოსტტრავმატულ მადლობა იმ არის საუბარი შეიძლება დაიკავოს წლები იმიტომ რომ სხვათა შორის ესეთი ცნობილი ფსიქოთერაპევტი არის ქალბატონი რომელიც ესეთი კარგი ნაშრომები აქვს და სამწუხაროდ თვითონ ქონდა გამოცდილი ეს თვითონ ქონდა სექსუალური ძალადობის გამოცდილება და ამის ყველაზე მძიმე ფორმა ინცესტი 10 წელი იმყოფებოდა აი ასეთ გარემოში მაგის თერაპია გრძელდებოდა 25 წელი რა არის თერაპიული მიზნები როდესაც აი ამ მდგომარეობაზე არის საუბარი, იცით რა არის, ანუ ძალიან აი ეს მინდოდა მე თქვა, მე არ ვიცი ვინ როგორ მიიღებს ამას, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ეს უნდა ითქვას. რომ ესეთი ადამიანები მოდით აი ესეთი გამოცდილების მქონე ადამიანები გარდა იმისა რომ ამ ადამიანებს უჭერთ მორალურად, ფსიქოლოგიურად, სულიერად ხანდახან არიან გარიყულები საზოგადოების მიერ და ხშირია ესეთი შემთხვევები, როდესაც ეს ეკლესიებშიც არ არიან ინტეგრირებულები. აქ ჩემი აზრით, ანუ ის შეცდომები, რასაც სავარაუდოდ ანუ უშვებთ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეთი რასაც ქვია pastoral guidance, როგორ არის ქართულად? მადლობა. პასტორულია ესეთი ზრუნვა ამ შემთხვევაში სამწუხაროდ არ მუშაობს. მოკლედ მე ვერ ვიტყვი რომ სულ არ მუშაობს, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში არის საკმარისი, არის მნიშვნელოვანი თერაპიული ღონისძიებები, სადაც იქნება ჩართული სპეციალისტი. ზოგჯერ ანუ აი ამ შემთხვევაში ფარმაკოლოგიური თერაპიაც მიდის და რაც მთავარია ფსიქოთერაპია. ეს არის ძალიან კომპლექსური მიდგომა. და ფსიქოთერაპიის მიზნები არის, ნახეთ, საკუთარი თავისუფლება მიღება, დაცულობის შეგრძნება, საკუთარი თავისფასულობის განცდა, კონტროლის განცდა, საკუთარი ემოციების დანახვა, გაგება და რეგულაცია, ნდობის აღდგენა, ურთიერთობების ჩამოყალიბება, განვითარება. რას გვაგონებს ეს? ეს არის ზუსტად ის მიზნები, რაც არის მშობლის ფუნქცია. აბსოლუტურად ახალი ამაში არაფერი არ არის. რაც არის მშობლის ფუნქცია. იმიტომ რომ ამ ესეთი გამოცდილების მქონე ადამიანებს, რადგან თავის მშობლებთან ესეთი სამწუხაროდ ეს ნეგატიური მოდელი ჰქონდათ, ამის გენერალიზაცია და პროექცირება ხდება ღმერთის მიმართებით. რომ მე ღმერთს არ ვენდობი. და როდესაც და ეს ძალიან დიდი შრომაა. მე ვერ გეტყვით რომ თერაპევტის შეცვლის მშობელს, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რაც ადამიანმა ვერ მიიღო იმ დროს, როდესაც უნდა მიიღო, ხო? ჩვენ ზუსტად მუშაობთ ამაზე. ეს ხდება ურთიერთობით. ანუ ამის მოდით ესე დავარქვით, ჯანსაღი უსაფრთხო ურთიერთობით, იმიტომ რომ ურთიერთობა კურნავს. აი ძალიან საინტერესო ესეთი პარალელი შეიძლება გავავლოთ. ანუ ესეთი პარალელი შეიძლება გავავლოთ ჩვენ, რომ
ბავშვის განვითარებისთვის არის საჭირო რომ იყოს მიჯაჭვული მშობელთან. იგივე პარალელი რო გავავლოთ ჩვენს განვითარებისთვის და ჩვენთვის უაღრესად არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ გქონდეთ ეს მიჯაჭვულობა უფალთან. და ორივე შემთხვევაში ეს არის გადარჩენისთვის A და B უკვე გადარჩენის მერე განვითარებისთვის. ანუ მიჯაჭვულობა, ურთიერთობა, ანუ მიჯაჭვულობას ცუდი იმაში კი არ ვიძახი, ჯანსაღ უსაფრთხო ურთიერთობას არის ძირითადად იმის წინაპირობა, რომ მოხდება ადამიანის აღდგენა და როდესაც ხდება აღდგენა, მაგას ქვია პოსტტრავმატული ზრდა. და აი ბოლო სლაიდზე რომ გადავიდეთ. და ძირითადად ორიენტირებული ეს პოსტტრავმატული ზრდა აი ამ ფაქტორების გაუმჯობესებით, რომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი შესაძლებლობები, პიროვნული ძალა, სულიერი ტრანსფორმაცია, ცხოვრებით სიამოვნების მიღების უნარი ნელ-ნელა ჩვენ არ ვიძახით მაგას რომ ეს უეცრად ხდება, მაგრამ თუ არის პოსტტრავმატული ზრდა ეს მოიცავს აი ამ პირობითად ამ 5 სფეროს, იმიტომ რომ მაგაზე არსებობს კითხვარი 21 საკითხიანი, რომელიც არის უშუალოდ აი ამ ვიწრო სფეროებზე. და აი ბოლო სლაიდი მინდა რომ დავამთავრო, ცოტა გამიგრძელდა ბოდიში, მაგრამ მინდა რომ დავამთავრო ამით, რომ ეს ბოლო სლაიდია. და ბოლოს წინა. მადლობა. ხშირად ტკივილი გვიშლის, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის და ღმერთის დანახვაში, მაგრამ ამ ტკივილში ბოლომდე გასვლისას ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ანუ გვაქვს შანსი. ჩვენ არ ვიძახით, რომ ეს ყოველთვის ეგრეა, მაგრამ იზრდება იმის ალბათობა, ისევ დავბრუნდეთ ღმერთთან და საკუთარ თავთან. და ამ პროცესს ქვია პოსტტრავმატული ზრდა და ამ პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ურთიერთობა. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა და დიდი მადლობა ტატიანა კოპალეიშვილს, ამ არაჩვეულებრივი ფორუმის ორგანიზატორებს. დიდი მადლობა. მადლობა დათო, რა თქმა უნდა გადავაცილეთ დროს, მაგრამ ჩვენ ცოტა დრო შევინახეთ პირველ დაჯილდოების დროს და ამიტომ თუ გექნებათ 5 წუთი შეგვიძლია პირველივე გამოხმაურებები რამე ან ძალიან მოკლე შეკითხვა თუ გექნებათ, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს დრო. დარბაზში ვინმეს თუ გაქვთ რაიმე ან რეპლიკა ან შეკითხვა არ მოგერიდოთ, რა თქმა უნდა გვექნება დრო, როცა დავამთავრებთ კიდევ, შეგვიძლია გავაგრძელოთ არაფორმალურ გარემოშიც. ხო არ ექნება ვინმე შეკითხვა? მიკროფონი რომ მიაწოდოთ. მოგესალმებით ყველას. ესეთი კითხვა მაქვს. გლოვის დროს გაშეშება რამდენი ხანი გრძელდება საშუალოდ, აი დაკვირვების შედეგად ან რა პერიოდს მოიცავს? 1 კვირა, 1 თვე, 1 წელი? თუ რაზეა დამოკიდებული მისი ხანგრძლივობა? არის რამოდენიმე ფაქტორზე დამოკიდებული. პირველი, რა ურთიერთობა გქონდა იმ ადამიანთან, ვინც დავკარგეთ, ეს პირველი. მეორე, ჩვენი კულტურის ფონი როგორი, იმიტომ სხვადასხვა კულტურებში ეს ხდება სხვადასხვანაირად. ყოველ შემთხვევაში, რასაც გვეუბნება აი ოფიციალური სტატისტიკა, რომ არსებობს ესეთი ცნება, გართულებული გლოვის პროცესი. და ეს გულისხმობს იმას, როდესაც აი ეს გლოვის პერიოდი ცდება 1 წელიწადს. მაგრამ ნახეთ, ეს არის დასავლურ კულტურებში. ჩვენი კულტურა ცოტა სხვა არის. და იქ არის სტადიები, რომლებსაც მაგალითად შოკის სტადია, უარყოფის სტადია, ანუ ბრაზის სტადია, დეპრესიის სტადია, შეგუების სტადია. მაგრამ იცით რა არის? ანუ ადამიანი არ გადის ამ სტადიებს, აი ესე ძალიან ქრონოლოგიურად. შეიძლება მე ერთ და იგივე მომენტში თან აი მქონდეს აი ესეთი გადართვა სხვადასხვა სტადიებზე და გაშეშება თუ ჩვენ გვაქვს და ჩვენ გვაქვს გაშეშება
იქ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს. მაგრამ ჩვენ შეიძლება ვთქვათ ის, რომ ეს გაშეშება რისთვის არის. ეს გაშეშება არის იმისთვის, რომ ანესთეზია მოახდინოთ ჩვენს ტკივილს. ესე იგი, თუ მე გაშეშებული ვარ, ესე იგი ტკივილი ჯერ ძალიან მაღალია. როგორც ტკივილის ინტენსიურობა, ანუ მორალურ ტკივილს გულისხმობ, ხო? დაიწევს, გაშეშებაც დაიწევს. ანუ იქ არ არის ისეთი ისა, რომ აი მარტო ეს რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს. ანუ ისევ, დასავლური, აი ამ გაიდლაინებით, DSM-ის გაიდლაინით თუ ერთ წელიწადზე მეტი გრძელდება, ეს უკვე ითვლება გართულებულ გლოვის პროცესს და უკვე მოითხოვს ჩარევას. მოწამეობრივი ცხოვრების უამრავი ფაქტები გვაქვს, რა თქმა უნდა, თუნდაც ქრისტიანობის დაცვასთან დაკავშირებით და აი ამ წამების დროს თუ არის შესაძლებელი, რომ აი ეგეთი სწორედ თავდაცვის მიზნით ანესთეზიოლოგიური პროცესი მიმდინარეობდა აი ამ მოწამის ორგანიზმში. იცით, ეს კვლევები მაშინ არ არსებობდა. მე ვფიქრობ, რომ კი. იგივე პროცესი, უბრალოდ აქ ცოტა უნდა განვავსხოთ, თუ ხდება მოწამეობრივი სიკვდილი, მაშინ ადამიანი გამიზნულად მიდის ამაზე და ეს ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დაგეგმილი გაზრებული აქვს. აი ვიქტორ ფრანკს აქვს არაჩვეულებრივი შრომა, როდესაც იყო საკონცენტრაციო ბანაკში და როდესაც ხვდებოდა, რომ მის წამებას აქვს აზრი, ეგზისტენციალური აზრი, ისე კი არის, ეგზისტენციალური. აი მაშინ ეს ეხმარებოდა ამის გადალახვაში. მაგრამ ბიოქიმიურად იგივე პროცესებს გადის ადამიანი. და როდესაც რაღაც ტრავმატული ხდება უეცრად, ეს სხვა მდგომარეობაა. დიდი მადლობა. ძალიან კარგია, რომ ეს სფეროც ესე შესწავლილია. კარგი, ძალიან მოკლედ ოღონდ. სათო არ წახვიდე. დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის. უბრალოდ პრაქტიკული კითხვა მაქვს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ მრევლთან და ასე შემდეგ. თუ აღმოაჩინეთ, რომ არის ასეთი პიროვნება, ვისაც ეს კურნალობა, ასე ვთქვათ, თერაპია დაჭირდება, თუ გაქვთ ასეთ რამე ცენტრი ან თანამშრომლობა ან ასეთ რამე, თუ შეგვიძლია გამოვგზავნოთ, რაღაც კონტაქტი რო გქონდეს. კი, შეგიძლიათ. მე სხვადასხვა ცენტრებთან თანამშრომლობ და კერძო პრაქტიკა მაქვს, კი. მე შეგვიძლია დავიწყოთ. აუცილებლად დაუკავშირდით დათოს, გამოიყენეთ ეს საშუალება. მადლობა დათო, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ. კარგი, იცით რა არის, ძალიან კარგი ესეთი საშუალებები, როდესაც საქმის სპეციალისტ და პროფესიონალს უსმენ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცებში გონია ჩვენ თავი პროფესიონალი, იმიტომ რომ რაღაც სულიერ ცხოვრებას მივდევთ, მაგრამ ბევრი სფერო არის შესწავლილი და ყველაფერს თავსაც სჭირდება თავის სპეციალისტი, ასე ვთქვათ და ამიტომ კარგია რომ ყავს ესეთი ადამიანები, ვინც ათავსებს სულიერ ცხოვრებას პროფესიონალურთან საკმაოდ ეფექტურად. გამოიყენეთ ნამდვილად ეს დრო, როდესაც დავასრულებთ, გვექნება საშუალება ერთად ვივახშმოთ, წავიდეთ, ვისაუბროთ, გამოვართვით კონტაქტი დათოს და სხვა მომხსენებლებს, ვინც დაგაინტერესებთ, ამისთვის არის ეს ფორუმი შექმნილი.